26 აპრილს ურანი გადადის ტყუპების ზოდიაქოში უკვე საბოლოოდ და უახლოესი 7 წლის განმავლობაში გაჩერდება ამ ნიშანში. რა ტენდენციებს მოიტანს ეს პლანეტა და ჩვენთან ასტროლოგიაში ურანი მართავს ცვლილებებს, ინსაიტებს, მოულოდნელობებს. ურანი არის ძლიერი იქ, სადაც არის ცვლილებები, სადაც არის განახლება, რომ მომავლის ენერგიასთან არის ურანი კავშირში და არ უყვარს მას ერთ ადგილას დგომა. კომუნიკაციის სფერო ეს არის ტყუპები ჩვენთან, ეს არის ცვლილებები კომუნიკაციაში, აზროვნებაში, ეს არის ინფორმაციასთან კონტაქტი, როდესაც მოდის ძალიან ბევრი ინფორმაცია და როდესაც ურანი შევა საინფორმაციო არხის ეგრეგორში და ენერგეტიკულ ველში, იქ მოიტანს აბსოლუტურად რადიკალურ ცვლილებებს. და ყველასთვის იქნება ეს მნიშვნელოვანი, ყველაზე მოახდენს ეს გავლენას ზემოქმედებას. არ არის აქ მხოლოდ ახლა პირად რუკაში კი ვიღაცას უფრო შეეხება, ვიღაცას ნაკლებად შეეხება, მაგრამ ინდივიდუალურ დონეზეც ეს იქნება საკმაოდ დიდი ცვლილებების ენერგია. იმიტომ რომ 7 წლის განმავლობაში ურანი თუ კუროს ზოდიაქოში იყო და აქ შეცვალა ჩვენი ცნობიერება, მაგალითად მატერიალურ სამყაროსთან, შეიძლება ბევრსთან იყო ეს მომენტი, როდესაც ახალი შემოსავლის წყაროები ნახეს, ზოგმა პირიქით, მაგალითად მოუწიათ ცვლილებები შეეტანათ იქ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ფინანსურ უსაფრთხოებაზე, ან სტაბილურობაზე, შეიძლება ბევრ შეერყა სტაბილურობა, ან ვიღაცამ პირიქით, თანამედროვე ტექნოლოგიებით, ან სიახლით, ან ის შინაგანი ნიჭიერებით ახალი შემოსავლის წყაროები იშოვა. აი ეს სიტყვა უკვე სტაბილურობა რადიკალურად იცვლება და აქ უკვე შემოდის ინფორმაციის ენერგეტიკული ველი. ეს გამოიწვევს ინფორმაციულ გადატვირთვას, შეიძლება თანამედროვე ტექნოლოგიები, მაგალითად ინტერნეტ სფერო, იქნება ეს ხელოვნური ინტელექტი, რობოტების თემა თუ თანამედროვე ტექნოლოგიები, რომელიც უფრო კომუნიკაციასთან და რაღაც ისეთ ცხოვრების გამარტივებასთან არის კავშირში, ეს ტექნოლოგიები უფრო განვითარდება. ოღონდ ძალიან სწრაფად, იმიტომ რომ ურანი ძალიან სწრაფი პლანეტა არის ზოგადად და კომუნიკაცია, ინტელექტი, ინტერნეტ სივრცე ან აი სფერო, რომელიც ხელოვნურ ინტელექტთან არის დაკავშირებული, ძალიან სწრაფი სიჩქარით წავა. რას გამოიწვევს ურანის ენერგეტიკა? შეიძლება ძალიან ბევრთან განვითარდეს ისეთი ტენდენციები, რომ აი ახლის სწავლა გვინდა. მაგალითად, უნივერსიტეტში დაიწყონ რაღაცის ახალი სწავლა. შეიძლება ცხოვრებისეული განახლება მოუწიოთ კომუნიკაციის, ან ვიღაცას შეიძლება კონდეს აქტიურად მოთხოვნილება განაახლოს თავისი წრე. იმიტომ რომ ტყუპები ეს არის უახლოესი გარემოცვა. ურანს არ უყვარს არაფერი ძველი, არაფერი რაც სტაგნაციაში მიდის. მას უყვარს ყველაფრის დატოვება, მაგიტომაც თვითონ ურანის ენერგეტიკა არ არის დიდად ემოციებთან და გრძნობებთან დაკავშირებული, იმიტომ რომ რაც ხელს გვიშლის განვითარებაში, ის უნდა შეიცვალოს.